Once I said of a place როცა ვამბობ, რომ ეს ჩემი სულიერი სამშობლოა, ეს იმიტომ, რომ რაღაც ხდება ისეთი, რასაც არ ელი. მოულოდნელად, უცხო ხალხი ისე მიგიღებს, რომ თავს საოცრად ამაღლებულად გრძნობ და თითქოს მათი ნაწილი ხდები. ამიტომაცაა, რომ თავს ძალიან ქართველად გრძნობ და მაშინაც კი, როცა ბრონი აღარაა ჩემ გვერდით. ჩვენ ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება საქართველო იყო. და ახლაც, როცა ისევ აქ ვარ საქართველოში, ბრონიც ჩემთან ერთადაა და ბედნიერია. გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ჩვენი გადაცემა ცოტა განსხვავებულ რეჟიმში წავა, ანუ ესე იგი დღეს არ ვლაპარაკებთ არც მონარქიაზე, არც ისტორიულ გვარებზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ეძღვნება ჩვენი დროის, ჩვენი ახალგაზრდობის უდიდეს მუსიკოსს და უდიდეს შემოქმედს იან გილანს, რომელიც სულ ახლახან იყო ჩამოსული საქართველოში და ჩვენ ხვდა წილად დიდი პატივი ხვდა იმისა, რომ ესე იგი ჩვენ მივეპატიჟებინეთ კონცერტზე და შემდეგ მოხდა ძალიან კარგი რამ. ჯერეთი იან გილანი არის საოცარი დიდი შემოქმედია და როგორც ჩვენ ერთ-ერთი მეგობარი უწოდებს, ესე იგი მუსიკის როკის მოცარტს უწოდებს და მე მგონი სწორიცაა. საოცარი ადამიანია თავისი თვისებებით, ხასიათით, თავისი შემოქმედება ხო არის და არის ამაზე ლაპარაკი ზედმეტია და მე მგონი ყველა მიცის ეს 60-70-იანი 80-იანი წლების ჩვენ თითოეული ჩვენგანის კუმირი იყო ეს ადამიანი ამათ სიმღერებზე ესე იგი ვიზრდებოდი და არის იყო კიდე რაც ესე იგი რაც აი ჩვენ თითოეულ ჩვენგანში ესე იგი რატო უსმენდით ძირითადად იმიტომ რაღაც პროტესტის გზნობა გვიშდებოდა იმ რაღაცა იმ დროინდელ რაღაც მუსიკა ყველანაირი ესე იგი ცოტა სხვანაირად ახლა ახალგაზრდების გასაგონად ვამბობ ამას იმიტომ რომ ის ცხოვრება საიდან ჩვენ მოვდივართ ცოტა სხვანაირი იყო ყველაფერი ქონდა შეზღუდული და ყველაფერს ესე იგი ედო ძალიან დიდი რაღაც ესენი ბოქლომები ედო ანუ არ შეგვეძლო რაღაც გაგვეხედა ძალიან შორს დასავლეთში ესე იგი არ გვაძლევდნენ საშუალება ჩაგვეხედა რა ხდებოდა იქა და ამიტომ ესე იგი თუ კი ვინმე მოიგდებდა ხელში ან იან გილანის ან დიფარფლის რამოდენიმე ანსამბლი იყო მაშინ რომელიც ქუხდა და როგორც ბიტზები იყვნენ როლინგ სტოუნსი იყო დიფარფლი იყო და რამოდენიმე იყო სულ და ერთ-ერთი იყო იან გილანი რომელმაც ესე იგი აი გარღვევა გააკეთა თითოეულ ჩვენგარის გონებაში გააკეთა გარღვევა და ძალიან შეგვაყვარა თავი ერთია კიდე რომ ესე იგი ჩვენ საეფო კლუბის წევრები გახლავართ ბატონი გაიოს ბაბალაძე არის ამ კლუბის სპიკერია და ძალიან საინტერესო რამ გააკეთა რამოდენიმე წლის წინ დაუკავშირდა ბატონ იან გილანს და ესე იგი შესთავაზა ჩვენი კლუბის ესე იგი საპატიო წევრობა რაზეც ესე იგი იან გილანი ძალიან დიდი სიამოვნებით დაგთანხმდა და შემდეგ ესე იგი როცა მოვიდა სანამ მოვიდოდა ჩამოვიდოდა მიმოწერები მქონდა ბატონ იანთან თავისი დივნის მეშვეობით და ჩვენ დავახვედრეთ ესეთი სიურპრიზი დავახვედრეთ ესე იგი საერთოდ შევქმნით ჩვენმა კლუბმა შექმნა ესე იგი ახალი მედალი შექმნა რომელსაც უწოდეთ საქართველოს საეფო კლუბის ღირსების მედალი და ნომერი პირველი ეს მედალი გადავეცით ბატონ იან გილანს ბატონო გაიოს თქვენს რამეს ძალიან საინტერესოდ განვითარდა ჩვენი და მისი ურთიერთობა. ეხლა ბატონმა ლევანმა კარგად თქვა, რომ ჩვენი მეგობარი სამეფო კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ყდიაშვილი იან გილანს უწოდებს, რომ თანამედროვე მუსიკის მოცარტი და ბეთჰოვენი არისო და ანუ ეხლა დიდი როლი ითამაშა თანამედროვე მუსიკის განვითარებაში, ზოგადად თავისუფალი სიტყვის განვითარებაში და ასე შემდეგ და ჩვენთვის აი როგორც ბატონმა ლევანმა ბრძანა იყო ერთგვარი ფანჯარა თავისუფალი სამყაროს. ყველაფერი ჩაკეტილი იყო ჩვენთვის. ასე იგი მუსიკას აკრძალული ქონა მოსმენა. მონტე-კარლოს და რაღაცებს უსმენდით, ახშობდნენ ის იმასაც ახშობდნენ, აი საბჭოთა ხელისუფლება ახშობდა იმ გადაცემებს, დისკები ძლივს და რაღაც ესე შავი და ხელში გადადიოდა შავი ბაზრის მეშვეობით უცევდებოდა. ისინი იყო ბაბინებიანი ისინი მაგნიტოფონები იყო და ვიწერდით ხოლმე ერთმანეთისგან ამ სიმღერებს, მე კასეტიანი მაგნიტოფონი შემოვიდა ეს დისკი
დისკები ჩუმად ვრცელდებოდა, შემოქონდათ რაღაცნაირად საზღვარზე და ეს იყო ჩვენთვის თავისუფლების, ასე ვთქვათ, სიმბოლო, ფანჯარა იყო, ამით ჩვენ უკავშირდებოდით სამყაროს, სამწუხაროდ საბჭოთა კავშირი ეს დახურული იყო, ჩაკეტილი იყო და ეს ჯინსები და ტანსაცმელი არ იშოვნებოდა და ამათ მეშვეობით გეზიარეთ ყველაფერს. ფილმების ჩვენებაც კი აი შეუძლებელი იყო ფილმებსაც ვერ უყურებდი და ესეც აკაც თუ გახსოვს აი გაზაფხული კინოთეატრი გაზაფხული იყო ერთადერთი რაღაც თბილისში იქაც ესე იგი სავალდებული იყო პირველი რაღაც კომუნისტურ რაღაც იდეებს საქმე უნდა გენახა ფილმი და მე გაჩვენებდნენ შედარებით ცოტა ესეთ ფილმებს შედევრებს გაჩვენებდნენ მე ჩვენ მუსიკას ესე იგი აი ჩვენი თაობა პირველად ვეზიარეთ დედის იავნანით რა და მშობლების ხალხური სიმღერებით ახლა ჩვენ წინა თაობები ყველა მღერო და ყველა ოჯახში და ასე შემდეგ და ხალხური სიმღერების მერე თანამედროვე მუსიკას ჩვენ ვეზიარეთ აი როკ მუსიკის მეშვეობით და ერთ-ერთი უმთავრესი გიგანტი ამ ამბავში იყო Deep Purple და მისი ყველაზე უმთავრესი ასე ვთქვათ ვოკალისტი, სხვა ვოკალისტების ხავდა Deep Purple სხვადასხვა წლებში, მაგრამ Deep Purple სიმბოლო იყო Ian Gillan, ეს არის ადამიანი, კომპოზიტორი, შემოქმედი, შემსრულებელი, უაღრესად ძალიან ნიჭიერი და უაღრესად განვითარებული პიროვნება, როგორც მუსიკალური, ისე ადამიანური თვალსაზრისით და მას საქართველოსთან ბევრი რამე აკავშირებს, მე ეს ამაზეც ვისაუბროთ, მაგრამ პირველი ეს იყო 1-2 წლის წინ დაახლოებით, რომ ეს რა ქვია მივწერე წერილი რომ იქნებ გახდეთ საქართველოს სამეფო კლუბის საპატიო წევრი. საქართველოს სამეფო კლუბს ყავს საპატიო წევრები, მათ შორის უცხოელები, ქართველებიც, ძალიან დამსახურებული პიროვნებები, უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებსაც დიდი წვლილი შეიტანეს რაიმე განვითარებაში, რაც კონკრეტულად საქართველოსთან არის დაკავშირებული და Ian Gillan-ი ვინაიდან საქართველოსადმი ძალიან ეს დადებითად იყო განწყობილი და მეგობარია ქართველი ხალხის, მივწერეთ ჩვენ და ისე ეგრევე მოვიდა ესეთი პასუხი რომ მეო საქართველოში ისეთი სიყვარული მაჩვენეო ქართულმა ხალხმა როგორ შეიძლება მე თქვენ უარი გითხრათო და ჩვენ შევიკრიბეთ სამეფო კლუბი ავირჩიეთ Ian Gillan-ი საქართველოს სამეფო კლუბის საპატიო წევრად და ეს მივწერეთ ჩვენ და ვიდეოც გადავიღეთ და ეს გაუგზავნეთ და გახარებული წერდა მე პირადი მიმოწერა გქონდა მის თანაშემწესთანაც გვაქვს მიმოწერა და პირადი მიმოწერა გვაქვს ბატონი Ian Gillan-თან და მოგწერა რომ როგორ გაუხარდებოდაო ჩემს გარდაცვლილ მეუღლესო ეხლა ეს ამბავი რომ გაეგო 1990 წელს თავის მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში და აქ ჯვარი დაიწერეს ჯვარი არა იქორწინეს ხო ორჯერ ჰქონდათ ქორწილი გადახდილი ერთხელ ბრიტანეთში და ერთხელ ესე იგი ამერიკაში ნუ ეს წვილის სამშობლოებში და საქართველოში ჩამოვიდა ქართველებმა ხო იცით ქართველების თემას მოყოლებს კომპენზურად რაღაცა ესეთი დიდებული ადამიანი ჩამოვიდა და შესთავაზეს ქორწილს გადაგიხდით და ქართული ტრადიციებით აი როგორც ხელმოწერა ხდებოდა ჩოხახალო ღეცვა როგორც მემარცხე ჩოხა ჩაიცვა მან ეს ქართული ტანსაცმელი ეცვა მის მეუღლეს წაიყვანეს ხელი მოაწერინეს იქ ბაღაშვილი იყო ხელის მომკიდე შვილი და მამა იყო მე თამადა ასე ვთქვათ და მე ეს ფაეტონზე დასვეს და ცხენოსნების მაყარი აცილებდა და ნუ ეს რაღაც საოცარი სანახაობა იყო და ეხლა ადამიანი რომელსაც მთელი მსოფლიო მოვლილი ჰქონდა რომელსაც უამრავი ქალაქი, უამრავი ტრადიცია ჰქონდა, ასე ვთქვათ, ნანახი და გაგებული და ეს პირადად მოსმენილი, აქტუალებული და გაოცებული გახდა, ესე იგი ამ ქართული ტრადიციებით. წამოიყვანეს მცხეთაში. მცხეთაში გადაუხადეს ქორწილი, ქართული ხალხური სიმღერები უმღერეს, მე კონცერტზე ჩვენი ეს მომღერლები მასთან ერთად ქართულ სიმღერას ჩემო კარგო ქვეყანა იმღერეს და ნუ ეს ადამიანი და მისი მეუღლეც იყვნენ ძალიან აქტუალნებული. ჩემო კარგო ქვეყანასთან გია ბაღაშვილმა გაიხსენა ერთი ძალიან კარგი რაღაც, ესე იგი ესო უთხარით, ესე იგი ჩემო კარგო ქვეყანას ვერ ვღერებთ. რატო? იმიტომ რომ მაშინ როგორც ჰიმნი ისე იყო რა და ეს 90-იანი წლებია, ეს არის ჯერ ესე იგი თავისუფლება არ გვაქვს ბოლომდე, მაგრამ აპრილი მომხდარია და ესეთი ხოლავე ჩვენს დამოუკიდებლობის სულ ესე იგი კატეგორიულად მოგთხოვა გინდა თუ არა აი სიმღერა უნდა ეს სიმღერა უნდა შევასრულოთო და ეს სიმღერა მაშინ ესე იგი Ian Gillan-ის კატეგორიული მოთხოვნით იყო ესე იგი რომ აჟღერეს მის საპატივცემულოდ მის კონცერტზე სპორტის სასახლეში
სპორტის სასახლეში რამდენიმე კონცერტი ჩაატარა. ნუ ქართველი მსმენელი რა თქმა უნდა აღფრთოვანებული იყო და აღფრთოვანდა თვითონ ქორწილითაც. მე როგორც ვიცი, ესე იგი ის რა ქვია რძლის სიმბოლურ მამად ბაღაშვილი იყო ეს წარმოდგენილი და მან მიუყვანა სიძეს, ესე იგი თავისი როგორც ქალიშვილი, სიმბოლური ქალიშვილი იან გილას მისი მეუღლე ბრონი. და ანუ ამაზე აღფრთოვანდნენ. წეგავ ლაპარაკობდით ამასთან დაკავშირებით, კაი რაღაცა თქვი მაშინ რა, ესე იგი მესამე ჭიქის მერეო თუ რაღაცა ეს ტელეგადაცემაში ეხლა ხანს თქვა იან გილანა აი ძალიან გვიყვარს, იმიტომ რომ ესე იგი საქართველოს ვისაც უყვარს, ყველა გვიყვარს ჩვენ. არ შეიძლება რომ ჩვენ ესეთი ადამიანები ვართ, რომ ძალიან ბევრმა საუკუნეების განმავლობაში ტკივილის მეტი არაფერი მოგვაყენა უამრავმა ხალხმა, უამრავმა ისტორიულმა პიროვნებამ და ადამიანები, რომლებიც ჩვენდამე კეთილად არიან განწყობილები, ჩვენთვის ძალიან ძვირფასები არიან. ის ადამიანები, ვისაც ჩვენი ტრადიციები მოსწონს და ჩვენთან მეგობრობა უნდა, ისინი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და ამ კაცმა ეხლა ხანს აი რამდენიმე დღის წინ გადაცემაში თქვა, რომ საქართველოს ჩემი სულიერი სამშობლოა. ეხლა ესეთი დიდი სიყვარულის გამოხატვა, ნუ იშვიათია და ამიტომ ისედაც ვიცოდით, რომ კარგი ადამიანი იყო და ამან თლად დააგვირგვინა და ესე იგი იქ ქორწილის დროს ამ ინტერვიუში მოყვა პირველ არხზე იყო ეს ინტერვიუ გავიდა რომ ესე იგი ეს სამი ჭიქის მერეო ისე ჩავეხუტათ ვინ იყო ხელის მოკიდე და ვინ იყო მამაო და ყველანი ვიყავით ერთ ოჯახად ვიქეცით ყველანიო და ესეთი პიროვნება ძალიან საინტერესო ის არის რომ ხო დაგვთანხმდა ეს და ესე იგი შევთანხმდით რომ ჩვენი სამეფო კლუბის საპატიო წევრი იქნებოდა ჩვენ ავირჩიეთ, მე რომ მივწერეთ, ნუ ეხლა სიხარულის წერილი მოგწერა, როგორც გახარებულმა მოგწერა წერილი და მე ძალიან საინტერესო ის იყო, რომ დაინიშნა კონცერტი, რომ ესე გაზაფხულზე აპრილის თვე იყო გამოცხადა კონცერტი, ჩატარდებოდა Deep Purple-ის კონცერტი, სადაც იან გილანი ჩამოვიდო და ესე იგი თბილისში 16 ნოემბერს და როგორც კი ეს გავიგე, რამდენიმე ბილეთი ვიყიდე. ორ დღეში თუ მეორე დღეს მომდის წერილი იან გილანის თანაშემწისგან რომ ესე იგი ეს იანმა თხოვაო რომ თქვენთვის მომეწერაო რომ ჩამოდის ნოემბერშიო და უნდა თქვენთან შეხვედრაო და ესე იგი მიგიწვიოთო იმაზე რა ქვია თავის კონცერტზე. ეხლა ძალიან გაგვიხარდა ჩვენ რა თქმა უნდა და ნოემბრის დასაწყისში დაუკავშირდით მის მდივანს. ისე ბატონი იანთან მიმოწერა გვაქვს ახალ წელს ულოცავთ, გვილოცავთ რა 19 აგვისტოს დაბადების დღე ქონა მიულოცეთ ძალიან გაუხარდა ეხლა კონცერტზე გავდივარ და ეს მოლოცვა საქართველოსთან ძალიან გამიხარდა ეხლა ადამიანი წერს ჩემი სამშობლოს მოყვარული ადამიანი წერს და მეც მიხარია და ესე იგი როგორც კი დადგა ნოემბერი მივწერეთ მის მდივანს რომ აი ესე ჩვენ თქვენი თხოვნით წერთ მეთქი და მომწერა რომ რამდენი ბილეთი გინდათ რამდენი ადამიანთან გინდათ შეხვედრა ჩვენ ძალიან ბევრს გვიდოდა რა ხა სამეფო კლუბში რამდენიმე ათეული ადამიანია მაგრამ ვერ მივწერეთო ბევრს გვინდა ხა შეხვედრა რომ ხეხული სიტუაცია და თვითონ მე მოგწეროს რომ 6 გეყოფათო და ესეც ვერ მივწერეთ რომ არ გეყოფოდა მაგრამ ესეც ვერ გავბედით რა უხერხული სიტუაცია იყო და ეს 4 ბილეთი ჩვენ ქონა ნაყიდი ეს 6 იყო ნაჩუქარი აი კონკრეტულად სტუმრებისთვის გამოყოფილი აი საპატიო სტუმრებისთვის გამოყოფილი ეს ბილეთები იქ ბაღაშვილი იყო თავის ქალიშვილებთან ერთად ორი ჟურნალისტი პირველ არხზე ვინც მასთან ინტერვიუ გააკეთა და ერთი-ორი უცხოელი დანარჩენი ვიყავით ჩვენ და მე შეხვდა მისი სალი დიდ მადლობას მოვახსენებთ ქალბატონ სალის ჩვენი ასე თქვა პატივისცემისათვის შეხვდა ჩაგვიყვანა და შეგვახვედრა ბატონ იანზე ძალიან გახარებული იყო ჩვენ ესე იგი უთხარით როგორ მოგწონს მისი შემოქმედება როგორ გვიხარია რომ სამეფო კლუბის საპატიო წევრია როგორ გვიხარია რომ საქართველოს უყვარს ძალიან აღფრთოვანებული იყო თვითონაც გადავიღეთ მასთან ფოტოები და გადავეცით სამეფო კლუბის როგორც ბატონმა ლევანმა ბრძანა სამეფო კლუბის ღირსების მედალი რომელიც ეხლა შემოვიღეთ ჩვენ პირველი იყო ეხლა სამეფო კლუბს სიგელები გადაუცია სხვადასხვა ადამიანებისთვის და კიდევ ვაპირებთ მაგრამ ეს ყოველ შემთხვევაში მედალი პირველი იყო და სხვა მედლების გაკეთებასაც ვაპირებთ დამსახურებული ქართველებისათვის ეს იქნება არა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები ასე ვთქვათ სამეფო კლუბის ჯილდოები ეს ჩვენი საქმეა ჩვენი კლუბის საქმეა და არავის ასე ვთქვათ ძალიან ბევრი მეკითხება რომ ნახეს ეს გადაცემის ცერემონიალიც რომ ნახეს და ეს სურათებიც რომ ნახეს
დაინტერესდნენ, ვის ერგებაო და ვის დაიმსახურებს, მოკლედ ხო. ვის დაიმსახურებს იმას შეხვდება. სხვათა შორის ადრე ჩვენ რამდენიმე წლის წინ ავირჩიეთ საქართველოს სამეფო კლუბის საპატიო წევრად რონალდ მაგნუმი, ამერიკის გადამდგარი გენერალი. და რატო ავირჩიეთ? იმიტომ რომ ისე შეუყვარდა საქართველოში რომ ჩამოვიდა ქართული ჯარის გაწვრთნაში იღებდა მონაწილეობას და მართლმადიდებლობა მიიღო, მოინათლა საქართველოში პატრიარქს შეხვდა ძალიან ფაქტობრივად ქართველი გახდა. დავით აღმაშენებელზე რო უწერია მის ისტორიკოს რომ დავით აღმაშენებელმა ბევრი ყივჩაღი და ბევრი სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები მოაქცია ქრისტიანულ მართლმადიდებლობაზე, უამრავი სული შეეძინებოდა ქრისტესაო. ასევე ქრისტეს შეეძინა ესე ბატონი რონალდ მაგნუმის სული მართლმადიდებლური თვალსაზრისით და იმ კაცმა განაცხადა რომ ესე იგი საქართველოს მართლმადიდებლობა ეს არის საქართველოს გადარჩენის უმთავრესი პირობაო. აი ამერიკელი ადამიანი გვეუბნება რომელიც გახდა მართლმადიდებელი და ჩვენ ესეთ ხალხს არანაირად არ შეიძლება რომ არ დაუფასოთ ჩვენ და მის სიყვარული, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი სარწმუნოების სიყვარული და ამიტომ რაც მეტად გავავრცელებთ საქართველოს მეგობრების ასე ვთქვათ რიცხოვნობას სამეფო კლუბი და უბრალო ადამიანები მით უფრო უკეთესად იქნება საქართველოს საქმე. ამიტომ ამ შეხვედრისას, რა ვიცი, იან გილანთან ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ძალიან პოზიტიური იყო, ძალიან გაუხარდა, ჩვენ ძალიან გავიხარდა, გადავიცით медали და მე დაუწყარი კონცერტი იყო ეს ახალგაზრდობა გაგვახსენა. დაგვაბრუნა ახალგაზრდობაში, ბავშვობაში რა. ესე იგი მე პირველად მეორედ ვიყავი Deep Purple-ის კონცერტზე. 2013 წელს იყო ჩემს ქალიშვილთან ერთად დავესწარი და ეხლა მეორე დავესწარი. ადრე 90 წელს თბილისში არ ვიყავი, როდესაც თავის ბენდთან ერთად იყო ჩამოსული იან გილანი, მაშინ Deep Purple-ში არ იყო, წასული იყო, მე ისევ დაბრუნდა. და ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი სიხარული რა. ანუ ხა 2013 წელს დავესწარი ესეთი გრანდის კონცერტს და ეხლა 2025 წელს ჩემს მეგობრებთან ერთად, სამეფო კლუბის წევრებთან ერთად, ოჯახის წევრებთან ერთად და ეს იყო დიდი, აი საოცარი სანახაობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ 80 წლის არის ბატონი იანი, შესანიშნავად ხერის. აი გავცელდა ჭორები, რომ ეს ფონოგრამით ეს სულელია, არანაირი ფონოგრამა არ ყოფილა. სხვათა შორის ერთი ისიც მინდა ვთქვა რომ ეხლა ხანს გავცელდა ინფორმაცია რომ ბატონ იანსო მხედველობის პრობლემა აქვს სხვათა შორის ჩვენ შეხვედრისასაც თქვა რომ მე ისე ცოტა პრობლემა მაქვს მხედველობის და ვიღაცები წერდნენ მათ შორის მისი მეგობრები რომ სამწუხარე იქნება თუ გავა პენსიაში და უპასუხა გუშინ წინ უპასუხა რომ არანაირად არ ვაპირებ პენსიაში გასვლას სანამ შემეძლება სცენაზე გამოვალო რა. დიდი ხელოვანია და მიუხედავად იმისა რომ ხა ცოტა ოდენი პრობლემა აქვს მაგრამ მაინც სიმღერისა და ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე არ შეუძლია. რა თქმა უნდა ეს ძალიან თბილი ხა ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო თუ რომ ვერ ვფიქრობდი ვერასოდეს რომ ამისთანა დიდი ადამიანის გვერდით მომიწევდა ესე იგი დგომა და სურათის გადაღება კაცო. ჩახუტება მომიწევდა და იმ რაღაცა საოცარი სიამაყის ზნობით ამევსო, გული ამევსო, როცა ესე იგი ეს გადავეცით ეს медали გადავეცით. აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი სანამ ამ медалს გავაკეთებდით, სანამ მე და გია მამალაძე, გაიოს მამალაძე, მე და ჩვენ სიმონ კოპაძე, დავით კლდიაშვილი, რამდენი ღამები არ გვიძინია და რამდენი ის ჩავახსოვეთ ამაში ყველაფერს დიზაინზე ფიქრობდით. რა თქმა უნდა, აბარა და მილიონ რაღაცებს და აი ეს უდიდესი სიამაყის გზნობა გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, რომ ესე იგი ჩვენი შექმნილი ეს медали, რომ იან გილანმა წაეღო იმაში ახვია ინგლისში და იქ თავის მუზეუმში ექნება ეს. თავის მუზეუმში, იმიტომ რომ მისი სახლი მუზეუმია, თავისთავად ცხადია. უამრავ ჯილდოსთან ეხა იქ აქვს პლატინის დისკები აქვს, იქ ოქროს დისკები ეს გავრცელებული ეს თავისი ნამუშევრების გამო ხო ძალიან ბევრი იყიდებოდა და ეს ჯილდოვდებოდა ხო სხვადასხვა ჯილდოები აქვს და მათ შორის არის წარმოდგენილი ქართულ ენაზე, ქართველების მიერ გამოხატული სიყვარულის ასე ვთქვათ სიგელი, დიპლომი თუ სერტიფიკატი თუ როგორც ქვია და ასევე медали, სადაც აწერია საქართველოს სახელი და საქართველოს სამეფო გვირგვინი ახატია და ანუ ასე შემდეგ კიდე სამეფო კლუბის გერბი და ასე შემდეგ და ეს მოგონებები მათთვის მისთვისაც საინტერესოა, ჩვენთვისაც საინტერესოა. ჩვენ შეგვპირდა რომ
შეგვიძლია კი არ გვითხრა, რომ ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლაო რა. ძალიან მიყვარსო და კიდე ალბათ იმედია რომ იმედი ვიქონიოთ რომ კიდე იქნება იმის საშუალება რომ კონცერტი შევხვდეთ რა თქმა უნდა აბა რა. ძალიან კარგად ღერის მისი ქალიშვილიც და ისიც უთხარით რომ ქალიშვილთან ერთადაც რამდენჯერმე კონცერტი ჩაატარა ქალიშვილთან ერთად და გრეისი ქვის ქალიშვილს და ისიც ქალიშვილთან ერთად რომ ჩამოვიდეს. მისი მეგობრები ძალიან სერიოზული ის მუსიკოსები არიან, ძალიან კარგი ძალიან დამსახურებული წევრები არიან დღესაც დიფაფში და ნუ ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან. რა საოცარი იყო რომ შეასრულეს ჩვენი ჰიმნი. განდაგანა და ჩვენი ჰიმნი, ხო? ხო, ის დონ ეირია ის კლავიშებიანზე რომ უკრავს და დიდი მუსიკოსია, რომელმაც ჩაანაცვლა ძალიან დიდი ასევე მუსიკოსი ის ჯონ ლორდი და გარდაცვალების მერე და ეხლა ეს ისე შეერწყა დიფაფს რომ ძალიან კარგად უკრავს და სოლო რო ქონდა, ნუ ეს განდაგანა რო დაუკრა თავის ინტერპრეტაციით, რა ჯერ მთელი დარბაზი წამოხდა ფერზე სიყვარულის შეძახილებით, ისედაც ხო რაღაცა ისეთი ის იყო დარბაზში და მერე ცოტა ხნის მერე დაუკრა ჩვენი ჰიმნი ასევე ინტერპრეტაციით საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ნუ მთელი დარბაზი იყო, აი რა ვიცი, სიყვარულით სავსე. ხა ჩვენი ჰიმნი ხო ძალიან გვიყვარს და მე კიდე ესეთი იქ უცბად დროშები გამოჩნდა, საქართველოს დროშები ააფრიალეს. ბატონო, ერთი რაღაცაა კიდე ამას მე ძალიან ხშირად ვლაპარაკობ და ძალიან ხშირად ვამბობ. ეს კულტურა და სპორტი არის ერთადერთი არაა, მაგრამ ერთ-ერთი არის გამაერთიანებელი ერის გამაერთიანებელი. რა ლამაზები იყვნენ. ალბათ 30,000 კაცი მაინც იქნებოდა დარბაზში არა 10,000 კაცი 12,000 კაცი არის მარტო ისინი კი და იქვე დაბლა გავსებული იყო ან სარბაზ ალბათ 20,000-ზე ნაკლები ნახდათ არ იქნებოდა 20,000 ერთი ჭკუის ხალხი იყო შეკრებილი და ყველა ყველას ერთმანეთი უყვარდა მაშინ და ღმერთმა სულ ასე გვყარებოდეს ერთმანეთიკაც ამიტომ არის საჭირო ეს კულტურის ამისთანა მუშაკებს ელჩებს ეძახიან, მშვიდობის ელჩები არიან ესენი და ნამდვილად არიან ის ადამიანები, რომლებიც აერთიანებენ რაღაც ჩვენ მაგალითად როგორც ფეხბურთი, აი ძალიან როგორ მიყვარდა, ესე იგი, ყველა მიყვარდა, ჩემი მტერის მიყვარდა, რა გიყვარდა ჩემი მტერი, აი სწორედ იმ ფეხბურთში რომ გავედით იმაში, მთელი საქართველო გარეთ იყო გამოსული. ასევე იყო ეხლაც რა, ვინც კი გაიგო და ვინც კი იცოდა ძალიან ბევრი ვერ გაიგო და ძალიან გული დაწყდა რომ ესე იყო ხო და ესეც გაერთიანებიშოვა და ზოგმა ბილეთი ვერ იშოვა და რა ვიცი ზოგმა რაღაც ისი პრობლემის გამო ვერ იყიდა და ასე შემდეგ და მაგრამ იქ ვინც ვიყავით ყველა სავსე ვიყავით ასე რომ რაღაც აბარა 2 საათი ვიყავით ესე იგი სიყვარულით ვიყავით რა აი რო დაუკრა ეს ჰიმნი ხო ყველა აი როგორ წეგან თქვი წამოხტა და ნუ აი შეხედულებების მიუხედავად რამდენიმე ადამიანმა რამდენიმე კი რამდენიმე 1000-ეულმა იქ წამოიწყო აი ეს აყვა ჰიმნს წაიმღერა ახლა ნუ საოცარი რაღაცა მე ესე ვფიქრობ რომ ჩემი აზრი ესეა ალბათ ლევანის დამეთანხმება რომ გარკვეულწილად იან გილანი ჩვენი ელჩიც არის ჩვენი კულტურის ელჩი სადაც კი ხდება და სადაც აი ინტერნეტში რომ შეხვიდეთ ქართულად, რუსულად და სხვადასხვა ენაზე იან გილანის ქართული ქორწილის ფოტოები, ვიდეოები ყველგან არის და ყველგან არის მითითებული და მოთხრობილი რომ საქართველოში მას დიდი პატივისცემს რომ ქართული ესე ტრადიციებით ქორწილი გადაუხადეს რომ ძალიან ახტოვანებული იყო, ძალიან ბედნიერი იყო და ქართველებმა სიყვარულის გამოხატვა იცოდა ეს ფაქტობრივად ჩვენი კულტურის გავრცელება. რა თქმა უნდა. ეს არის ჩვენი ტრადიციების გავრცელება. მე ესე ვფიქრობ რომ სოფლიოს ბევრი რამ აკლია, რადგან საქართველოს ისე კარგად არ იცნობენ, როგორც უნდა იცნო. კი ბატონო, კი. აი კონსტანტინე გამსახურდია სულ ამაზე ამბობდა, რომ ესე იგი იქ უკვირთო რა სხვადასხვა ქვეყნების ზღაპრებიო და თავის ეს მასწავლებლებს დიდ მეცნიერებს კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში განსავლისას ქართული ზღაპრები რო წააკითხა ახტოვანებული იყვნენ აი ეს ნაცარქექიათი და სხვა ზღაპრებითო რომ ეს რამხელა კულტურა გქონიათ როგორი ფოლკლორი გქონიათ როგორი კულტურა გაქვთო და მე ვფიქრობ რომ სიყვარულის ის მუხტი რაც ქართველებს აქვთ აი ჩვენ სხვათა შორის საქართველოს სამეფო კლუბის კიდევ ერთმა საპატიო წევრმა ისა კაძოევმა ინგუშების
ესე დიდმა მეგობარმა ქართველების. ინგუშმა და ქართველების დიდმა მეგობარმა ერთხელ თქვა რომ ინგუშები და ქართველები ძალიან გავართ ერთმანეთს და ჩვენარი ხალხი ძალიან ცოტა მსოფლიოში და რა არის ეს ჩვენთვის და ჩვენ მტრებიც კი გვიყვარსო და შეგვიძლია ვაპატიოთ თუ ისენიო გონსმოვლენო რა ono ჯერჯერობით ისე დაფასებულები არა ვართო და აი დაახლოებით ესეთი რაღაცა ხდება იანგილანის ხიდან იანგილანი ჩვენ გვაფასებს ჩვენს ვაფასებ და ფაქტობრივად ჩვენი კულტურის და ჩვენი ტრადიციების ელჩია კი ბატონო გამავრცელებელი საოცარი და ჩვენ ჩართვებს გავაკეთებთ აი ამ გადაცემაში იანგილანის გვინდა რომ გაჩვენოთ ესე იგი როგორ გადავეცით მედალი როგორ გადავეცით და ეს მასთან დაკავშირებული ეს ატრიბუტები ანუ ესე იგი ეს სიგელები და სერტიფიკატები როგორც უწოდებენ რა ვიცი როგორ გვიხაროთ და როგორ უხაროთ კი ბატონო ამ ყველაფერს გაჩვენებთ და ამ გადაცემაში მართალია რაკურსები მთლად ახლა ისეთი დახვეწილი და პროფესიონალური არ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი გული გულობს და ჩანს ის რა ის სიყვარული ჩანს რა სიყვარულსაც ჩვენ გზნობდით ესე იგი იანგილანისგან და ძალიან თბილ დამოკიდებულებას და საერთოდ ისედაც ახლა მათ ჩვენთან ეს საერთოდ თბილი ადამიანია როგორ ჩანს ძალიან თბილი ადამიანია და არ არის დაუშვათ ხო არიან ადამიანები რომლებიც რაღაც ახლა იანგილანის დონის ადამიანი შეიძლება ესეთი იყოს უკარება იყოს საერთოდ არ გაიკაროს კი არიან ეგეთი და ეს არის საერთოდ სხვანაირი ადამიანი სხვანაირი პიროვნებაა რა ვიცი მოკლედ არის შეყვარებულები ვართ ამ ადამიანზე ჩვენ ვართ ფანები და რა ვიცი ყველა ფას ვისაც უყვარს იანგილანი და არა მარტო იანგილანი ყველას უყვარს ეს ადამიანი ვისაც საქართველოს უყვარს ჩვენ ყველა გვიყვარს იქ კონცერტის დროს რაღაც პატარა პაუზა იყო რაღაცა და ვიღაცამ დაუყვირა იან მიყვარხარო და ამას მეც მიყვარხარო აი საოცარი ურთიერთობების ის იყო რა მაგალითები და რომელი მაგალითებიც უნდა გავცელდეს და ჩვენ სულ ამას ვფიქრობთ რა სამეფო კლუბის წევრები რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი ქართული. კი ბატონო. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ყველა. ქრისტიანული სარწმუნება ამას გვასწავლის, რომ ყველა უნდა გვიყვარდეს და განსაკუთრებით ქართველები უნდა გვიყვარდეს. როგორც რომ ჩვენი ქვეყანა ავაშენოთ, რა თქმა უნდა. და კიდევ ამბობ, სანამ ქართული კულტურა არ გავრცელდება მსოფლიოში და სანამ საქართველოს არ დაინახავს, ეს მსოფლიო არ დაინახავს, რა არის ქართული კულტურა, ანუ რატომ უყვართ ქართველებს ადამიანები, კაცობრიობა მოყვასი, რატომ უყვართ? მანამდე მსოფლიოს უჭირს, მე ვფიქრობ. შეიძლება ქართველები რო ვართ, იმიტომ ვფიქრობთ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენს ქართველებმა ტოლერანტიზმის, სიყვარულის და ეს ოდითგანვე ვიცოდით კაცო. დიდი მაგალითები ვაჩვენეთ ისტორიაში და ის ასეთი მაგალითები კიდევ ალბათ იქნება და კიდევ ერთხელ მინდა რომ აღფრთოვანება გამოხატო იმის გამო რომ იანგილანს შევხვდით და ჩვენ სამეფო კლუბი დაგვაფასა და ესე საქართველოს რო ასე ძალიან კარგი შეხვედრა იყო და ძალიან ესე იგი ისეთი იყო რომ ესე იგი და ეს გადაცემაც ალბათ კაი გამოვა იმდენად კარგი რომ ესე იგი ძალიან ბევრს ესე იგი ბევრ დასმას გამოვიტანს ქართველი ადამიანი და მიხვდება იმას რომ ესე იგი სიყვარული ერთადერთი გზნობა რაც გადაგვარჩენს მარტო ჩვენ კი არა ქართველებს არამედ სოფლიოს ერთადერთი სიყვარული არ ანგრევს სიყვარული აშენებს სიძულვილი ანგრევს ამიტომ ჩვენ დიდი ხანია ჩვენი სლოგანებითა ესა გვიყვარდეს ერთმანეთი და ამ მართლა ასე ვფიქრობთ, იმიტომ რომ თუ არ გვიყვარს ვერავაშენებს, არასებობს სიძულვილი ანგრევს და სიყვარული აშენებს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე. ახალს. Hello. Where do I start? My eyes are not very good. Hello, how are you? This is the main man, this is Gia. Nice to meet you. Oh, sorry. Hello. I'm his daughter. Hello, nice to meet you. No, Hi. Archie. How are you? Big hair. Hello. Who have I missed? Hello. Nice to see you. Warm hands. Did I get everybody? Hello. How are you? It's a very great honor for us to meet you, of course. Thank you. ძალიან გვიხარია რომ თქვენ ხართ სამეფო კლუბის საპატიო წევრი. We are very flattered that you are an honorary member of Royal Club of Georgia. ოცნებაშიც კი არ მქონდა რომ შეიძლება მენახეთ ცხოვრებაში და
დაგლაპარაკებო. He says he couldn't even imagine to ever meet you, and now we're here. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პატივია და ძალიან გვიხარია და ეს საქართველოს მეგობარი რომ ხართ, ესეც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. It's a great honor for us. We are very happy, and we also appreciate the fact that you love our country and you are a friend for our country. თქვენს ოჯახს ძალიან დიდ პატივს ეკ და We respect your family and you yourself. სამფო კლუბის სახელით თუ შეიძლება რომ გადმოგცეთ საქართველოს სამფო კლუბის საპატიო წევრის დიპლომი. We present you this diploma as an honorary member of Royal Club of Georgia. Thank you very much. And ასევე საქართველოს სამფო კლუბის ღირსების медаლი. And the Medal of Honor of Royal Club of Georgia. Wow, thank you so much. Fantastic. Great. Oh, great. Good job. I wear my best waistcoat. Yeah. It looks good on you. I'm sorry. That's all right. I'm sorry. No, plenty of time. Don't rush. იმედი გვაქვს რომ კიდევ გიხილავთ საქართველოში. We hope to see you again in our country. That's so true. That would be fantastic. I love coming here. Yeah, you've been here 3 times, right? I have. Oh, He said that you looked very good in Georgian traditional chokha. Thank you very much. ეს ფოტო თუ შეიძლება Can you take a picture with you? Of course. Absolutely.
Unbelievable. You are fantastic. Thank you so much. We love you. Take it easy.